გამარჯობათ, მოგესალმებით, მინდა შემოგთავაზოთ წვნიანის რეცეპტი. დაგვჭირდება ხორცი, კარტოფილი დაჭრილი, სტაფილო, დახეხილი, ასევე მწვანილები, ქინძი და ოხრახუში, 3 კბილი ნიორი და 1 თავი საშუალო ხახვი. მოვხარშოთ ცალკე ხორცი ქვაბში და დავჭრათ წვრილად ხახვი. ხახვი მოვთუშოთ ქვაბში ზეთთან ან კარაქთან ერთად. როდესაც მოითუშება ხახვი და ოქროსფერი გახდება, შეგვიძლია უკვე დავუმატოთ დახეხილი სტაფილო. დავაცადოთ კიდევ რამოდენიმე წუთი, სულ 2-3 წუთი საკმარისია და დავამატებთ უკვე ნახარშ ბულიონს, შესაძლებელია წყალიც. შემდეგ ამ მასაში უნდა ჩავყაროთ დაჭრილი, წინასწარ დაჭრილი კარტოფილი და მოვხარშოთ. სანამ კარგად მოიხარშება კარტოფილი, ჩავამატოთ ხორცი, რომელიც წინასწარ გვაქვს მოხარშული და სულ ბოლოს მაკარონი. როდესაც თითქმის ყველაფერი მოიხარშება, უნდა დავჭრათ მწვანილი, ქინძი ოხრახუში, 3 კბილი ნიორი დავხეხოთ ან დავჭყლიტოთ. შეგვიძლია დავჭრათ ასე და მოვათავსოთ ქვაბში. ასევე დაგვჭირდება შავი პილპილი და წითელი წიწაკა გემოვნებით, რა თქმა უნდა მარილიც და ვაცდით, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ მომზადდეს. 2-3 წუთი იქნება საკმარისი ამ ყველაფრისათვის და უკვე გამოვრთავთ წვნიანს. წვნიანი მზად არის, შეგიძლიათ მიირთვათ. დამიწეროთ კომენტარებში მოგეწონათ თუ არა ეს რეცეპტი და შემდეგ რომელი კერძის რეცეპტს ისურვებდით, რომ ჩაგვეწერა. ასევე გამოიწერეთ არხი.